ლეგიტიმასიანი იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონო გიორგი და მადლობა სტუმრისთვის. მოგესალმებით, მადლობა დაბადებისთვის. ბატონო გიორგი, გადაცემის ეს ნაწილი უკრაინაში მიმდინარე პროცესების, მათ შორის უშუალოდ სამთავრობო ცვლილებების შეფასებასაც მინდა დავუთმოთ, თუმცა იქამდე საქართველოსი დავიწყოთ, ვინაიდან და რადგანაც ძალიან ისეთი საინტერესო სურათები გამოიგზავნა ვაშინგტონიდან, სადაც მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით იცით, რომ მეორე დღეა იმყოფება და გუშინ პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ სამიტში მიიღო მონაწილეობა. ალბათ ნახავდით ხო ფოტოებს, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მაკა ბოჭორიშვილი სამიტის მონაწილეების შუაში ცენტრალურ ადგილზე უშუალოდ მარკო რუბიოს გვერდით. არ ვიცი ხა ამ პროტოკოლური ფოტოების გადაღებისას ასეთ დეტალებს რამდენად აქვს მნიშვნელობა, თუმცა მაინც ეს ფოტოები ნამდვილად იქცევს ყურადღებას და მინდა რომ სწორედ ამ ფოტოსურათის აღწერით დავიწყოთ. აი რას ხედავთ, როცა ვაშინგტონში გადაღებულ სურათებს ათვალიერებთ და უყურებთ? რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში ჩვენ პირველ რიგში ხედავთ იმას, რომ ქართული ოცნება მიზანმიმართულად აგრძელებს თავის ძალისხმევას, რომელიც არაერთხელ იყო აღნიშნული, აღადგინოს ვაშინგტონთან ურთიერთობები, ტრანზაქციული ურთიერთობები და მე ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი საფრთხე არსებობს. ეს არის სერიოზული რისკი არა მხოლოდ მაგ ერთი კონკრეტული ვიზიტის ფარგლებში, არამედ მთლიანად, ანუ სხვა პროცესებიც მიმდინარეობს ამავე ლოგიკაში, რადგანაც ივანიშვილმა გაიაზრა, რომ რუსეთზე მისი ფსონი ეფექტური აღარ არის, რუსეთის დასუსტების და უკრაინაში წარუმატებელი კამპანიის ფონზე განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ხედავთ ძალიან აქტიურ ვითარებას იქ, რომელიც მკაფიოდ იცვლება უკრაინის სასარგებლოდ, სწორედ ამიტომ ივანიშვილმა გადაწყვიტა ავტონომიური ავტოკრატიის ჩამოყალიბება და მისი ახლა მოდელი არათუ პრორუსული მმართველობა, როგორც ეს იყო 2022 წლიდან განსაკუთრებით, როდესაც იმედი ჰქონდათ კიევის დაცემის და საბჭოთა კავშირის გარკვეული ფორმით აღდგენის, ახლა მისი მთავარი დღის წესრიგი არის სხვა ავტორიტარულ ბანაკის წარმომადგენლებთანაც ურთიერთობების დალაგება, ჩინეთი, ირანი, არაბული, თურქული ქვეყნები მაგალითად და ამ ყველაფერში კონკრეტულად ვაშინგტონს ევაჭრება. და ანაკლიაში მომხდარი ცვლილებებიც პორტთან დაკავშირებით, სადაც ჩინური ინვესტიცია, ასე ვთქვათ, და ჩინეთთან ერთად ამის აშენება გაიტანეს და ახლა ნეიტრალური, ანუ თეორიაში სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ, მაგრამ პრაქტიკაში ივანიშვილის კონტროლის ქვეშ ანაკლია აღმოჩნდება, ეს რა თქმა უნდა კიდევ ერთი ვაჭრობის საგანი არის, ისევე როგორც ოპოზიციური ველის მოსპობის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარტიების აკრძალვის და საბოტაჟის საქმეზე პოლიტიკური ლიდერების დაკავება. ასე რომ ვითარება საკმაოდ რთულად არის და ეს ვაჭრობა აქტიურად მიმდინარეობს, ეგ სამიტი ზუსტად მაგ ვაჭრობის ნაწილია. თან გარკვეულ საკითხებში ნამდვილად დამთხევა აქვს რიტორიკაში ვაშინგტონთან და ამის გამოყენებას ცდილობს ივანიშვილი. მეორე მხრივ ახლა როგორც ვრცელდება ინფორმაცია, საკუთარი პირობები აქვს ხო ვაშინგტონს იმისთვის, რომ ქართულ ოცნებასთან და ნუ საერთო ჯამში ქვეყანასთან საქართველოსთან ურთიერთობებს გადახედოს. ახლა ალბათ უკვე ჩანს, რომ ჩვენი ხელისუფლება მისი პოლიტიკის გადახედვას არაპირებს. შესაბამისად, ეს კითხვაც დავსვათ, მოდით, აი ამ ვითარებაში რა გაგრძელება ექნება ვაშინგტონთან ურთიერთობებს, ანუ გაყვება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები აი ვაჭრობაში ქართულ ოცნებას, რა ვაჭრობაზეც თქვენ საუბრობთ? ზუსტად მანდ არის საქმე, რომ ვაშინგტონს გააჩნია კონკრეტული მოთხოვნები, რომელსაც ქვია, რომ და ეს არაერთხელ ვთქვამთ, საქართველოს უნდა გადადგას ნაბიჯები. საქმე იმაში არის, რომ ეს ნაბიჯები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს მხოლოდ გეოპოლიტიკური. და არავის არ აქვს ეს სია ამ ნაბიჯების, გარდა თავად ვაშინგტონისა და ქართული ოცნებისა. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ რა იგულისხმება მაგ ნაბიჯებში, მათ შორის რა თქმა უნდა, ანტიდასავლური ან ანტიამერიკული ამ შემთხვევაში ნაბიჯების გადადგმისგან თავშეკავება არის ძალიან სავარაუდო, რომ მანდ არის. თუმცა ოპოზიციის ერთობლივი მიზანი უნდა იყოს აუცილებლად, რომ დემოკრატიული მინიმალური სტანდარტები, მინიმალური მოთხოვნები ასევე იყოს მაქსიაში. რამდენად მაღალი არის რისკი, რომ აი დემოკრატიულ ნორმებს საბოლოო ჯამში მაინც გეოპოლიტიკური ინტერესები გადაწონის და საქართველოს რაღაცა ჩართულობის გარეშე ვერ მოხდება იმ მასშტაბური გლობალური, ესე ვთქვათ, მნიშვნელობის პროექტების განხორციელება, რომელზეც არის საუბარი, ხო, რომელშიც მათ შორის ჩვენი ქვეყანა მოიაზრება. ვისურვებდი, რომ სხვა რამე თქვა, მაგრამ სიმართლე იმაშია, რომ ამის ალბათობა სამწუხაროდ ამ ვითარებაში, ამ ადმინისტრაციის მიდგომებიდან გამომდინარე, საკმაოდ მაღალია.
მართალია კონგრესს და სენატს თავისი მიდგომა გააჩნია მკაფიოდ სხვა და ამასაც ექნება თავისი ზეგავლენა, მაგრამ ამ მომენტისთვის ადმინისტრაციამ, ტრამპის ადმინისტრაციამ შეიძლება წავიდეს სწორედ ასეთ ნაბიჯებზე, რაც ძალიან მძიმე შედეგების იქნება, სწორედ აქედან გამომდინარე აუცილებელია დროული ნაბიჯების გადადგმა ოპოზიციის მხრიდან, რადგანაც დემოკრატიული მინიმალური მოთხოვნების გარეშე ურთიერთობების გადაწყვეტვას და ოცნება ცდილობს სტრატეგიული პარტნიორობის, რომელიც შეჩერებულია, აღდგენას. ამ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, მაგრამ დემოკრატიული მდგომარეობის გაუმჯობესების გარეშე პრაქტიკულად უზარმაზარ ზიანს მიაყენებს როგორც ქართულ დემოკრატიას, ქართულ პოლიტიკურ პროცესს, ასევე ზოგადად იმ პროცესებს, პროტესტსაც მათ შორის, რომელიც მიმდინარეობს. ამას ცდილობს ივანიშვილი, ამისთვის ძალიან ბევრი რაღაცის დათმობა და შეთავაზებისთვის არის მზად ვაშინგტონისთვის. ივანიშვილი, რადგანაც ეხლა სწორედ ის მომენტია, როდესაც მისი დღის წესრიგია ჩაეხსნას რუსეთს, რომელიც იძირება პოლიტიკური გაგებით, კონფლიქტიდან გამომდინარე და შექმნას ამის ალტერნატიული, ასე ვთქვათ, სისტემა, რომელიც ხელშეუწყობს ერთადერთ მიზანს, მისი ძალაუფლების შენარჩუნებას. სხვა მიზანი არ გააჩნია. აქ ძირითადი გზავნილი, ჩემი აზრით, მთელი ქართული საზოგადოების, მთელი ოპოზიციის, მთელი სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და საერთოდ ყველას, ვინც დემოკრატიასთან კავშირში არის, უნდა იყოს, რომ ესე იგი, ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველოს მიმართ იყოს ისეთივე პოლიტიკა, როგორიც არის ზოგიერთი ავტორიტარული ქვეყნისადმი, სადაც ვაშინგტონი თახვდება იმ ქვეყნის დიქტატორებს, ასე ვთქვათ, მაგრამ იმ ქვეყანაში არანაირი დემოკრატიული სტანდარტი არც არის. ოღონდ ვაშინგტონი იმ ქვეყნებს არ განიხილავს მათი დასავლური ცივილიზაციის ნაწილად და ჩვენ ვართ ევროპული და დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ ოცნება ცდილობს ამის გადახედვა, შესაბამისად, რადგან ჩვენ ვართ ამ ცივილიზაციის ნაწილი, ჩვენსადმი არ უნდა იყოს ისეთი მიდგომა, როგორიც არის ზოგიერთ სხვა ქვეყნისადმი, პირობითად არაბულ ქვეყნებში, მაგალითად, სადაც მონარქიებთანაც საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს ვაშინგტონი და დიდად დემოკრატია მაინც და მაინც პირველი პრიორიტეტი არ არის. როგორ წავა ამერიკასთან ურთიერთობა და მიიღებს თუ არა ვაშინგტონი ქართულ ოცნებას ისეც, როგორიც ის დღესაა, მისი პოლიტიკით, რომელიც ბევრს არ მოსწონს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, იქამდე კი რაც შეეხება ბრიუსელს, აქ კიდევ უფრო, ესე ვთქვათ, გაცილებით მძიმედაა საქმე, ალბათ შეგვიძლია ხო ვთქვათ, მტრებად არიან გამოცხადებული ევროპული ინსტიტუტები, ხოლო იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიიწევენ, საქართველო არის ჩიხში და აი დასავლეთისგან, ევროპული სივრცისგან ფაქტობრივად იზოლირებული. აი ეს ვითარება რამდენად იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ საქართველომ უკვე დაკარგა, ასე ვთქვათ, ყველა ის შანსი, რაც შექმნილმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ მოგვცა, თუ ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის ხელიდან გაშვებული და აი ჯერ კიდევ შეიძლება ამ ვითარების შემოტრიალება. პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი იმ პაკეტში, რომელიც სამიანს გულისხმობდა და სადაც ჩვენც ვიყავით, საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, აქედან მიზანმიმართულად ოცნებამ გაგვიყვანა. ჩვენ ახლა აღმოჩნდით რეალურად უკვე საქართველო და სომხეთი ერთ გარკვეულ პაკეტში, თუმცა ესეც არ არის გარანტირებული, რადგანაც ქართული ოცნების და მოსკოვის დღის წესრიგი იმდენად ემთხვევა ერთმანეთს, რომ დღეს ვაშინგტონი არც ერთისთვის არის მტერი. მტერი არის ბრიუსელი, ევროპული ინსტიტუცია, რომელიც ძალიან მკაფიოდ ადამიანის უფლებებს საერთაშორისო წესრიგზე დამყარებულ, ესე იგი, სამართალს მხარს უჭერს, სწორედ ამიტომ, როგორც ყველა ხედავს, ოცნების რიტორიკა ზუსტად ასახავს მოსკოვის რიტორიკას ბრიუსელის და ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ. აქედან გამომდინარე, ზიანის საშუალება კიდევ არის, ეს არის უვიზო მიმოსვლის დაკარგვა, ეს არის სტატუსის დაკარგვა ოფიციალურად. ბევრი რაღაცის გაკეთების მცდელობა ექნება კიდევ ქართულ ოცნებას, მით უმეტეს თუ ვაშინგტონთან გარკვეული გადაწყვეტა გამოვიდა, ამის შედეგად ევროკავშირთან ურთიერთობის დანგრევის კიდევ უფრო სერიოზული ძალისხმევა შეიძლება ვიხილოთ. სწორედ ამიტომ აუცილებელია ევროკავშირის ძალიან მკაფიო პოზიციის შენარჩუნება და პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის არსებული განსხვავების ფონზე ჩვენს განსხვავებულად უნდა მივუდგეთ და აუცილებელია ოპოზიციური ველის აქტიურად მუშაობა სწორედ ბრიუსელთან, რადგანაც ეს ამ ნაბიჯებს უნდა მქონდეს კაფიო ფასი.
რასაც აკეთებს ქართული ოცნება. კონკრეტული ნაბიჯები, რაც იდგმება კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებაში, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ევროინტეგრაციის დაჩქარებას. არის ქვეყნები, რომლებიც 15 წელია არიან მოლაპარაკების რეჟიმში, მინიჭებული აქვთ კანდიდატის სტატუსი, თუმცა მათ ნაწილს საერთოდ არავითარი პროგრესი არ აქვს. ევროპული ბიუროკრატია უნდა იყოს დაკავებული არა მარტივი პოლიტიკური თამაშებით, არამედ რეალურად უნდა ზრუნავდეს იგივე უკრაინაზე. სად ნახეთ ზრუნვა უკრაინისთვისო? ირაკლი ყობახიძე სვამს ამ კითხვას, ისე როგორც ციტატა, რაც ახლა ჩავიკითხე, ეკუთვნის მთლიანად საქართველოს პრემიერ-მინისტრს. აი, რას უპასუხებთ იმ რიტორიკასა და განცხადებაზე, რომელსაც მთავრობის მეთაურის გამისმით? დღემდე უკრაინა რომ გადარჩა, მათ შორის ფიზიკურად, ეკონომიკურ ნაწილს გულისხმობ, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს ეკონომიკა არის, რაც უზრუნველყოფს ადამიანების სიცოცხლის უნარიანობას, საკვებს და ასე შემდეგ, ბაზისურ მოთხოვნებს. ამ ყველაფრის ფინანსური წყარო არის ევროკავშირი. უკრაინა ვერ გაძლევდა საკუთარი ბიუჯეტიდან გამომდინარე. მეორე ამას დაემატა ეხლახანს, როგორც კი ვაშინგტონმა სამწუხაროდ შეცვალა სტრატეგია, თლიანი ტვირთი, ესე იგი, სამხედრო ხარჯებზე პრაქტიკულად აღებული აქვს ასევე ევროპას. ევროპა დღეს არის ფიზიკურად ამარაგებს უკრაინას, მხარს უჭერს დევნილების უზარმაზარი რაოდენობა არის ფიზიკურად, ყველაფერი ტექნოლოგიები, იარაღით, ანუ ყველაფერი შედის ევროპის გავლით, ამიტომ ევროპამ გააკეთა უზარმაზარი ნაბიჯები ამ მიმართულებიდან. ყობახიძის პოზიცია გასაგებია. ევროპას ეს რომ არ გაეკეთებინა, დღეს უკრაინა იქნებოდა რუსეთის ოკუპირებული მთლიანად ტერიტორია, რომლის შედეგადაც რას აპირებდა ყობახიძე? 40 კილომეტრში რუსული ტანკები დგას. ეს ეხლა თუ აბარებენ ქვეყანას აბაუმი გინდათ ლოზუნგით, კიევის დაცემის შემთხვევაში ხომ აპირებდნენ თბილისის თავზე რუსული დროშის აწევას? ასე თუ ისე, ეხლა უბრალოდ მაგ დროშის გარეშე ჩააბარეს ჩვენი ქვეყნის ინტერესები, სუვერენიტეტის მტკიცებით, მაშინ როდესაც სუვერენიტეტი ჩააბარეს, იმ ლოგიკით რომ ჩვენ სუსტები ვართ, მაგრამ როდესაც ჩვენ ხედავთ რომ დედამიწაზე არსებობს ძალიან ბევრი პატარა ქვეყანა, რომელიც თავის სუვერენიტეტს რეალური ძალით იცავს, ოცნება სრულიად გაყალბებულ რეალობას გვთავაზობს, როდესაც ჩვენი სისუსტე არის თურმე სუვერენიტეტის მთავარი წყარო. უკრაინის სუვერენიტეტის წყარო არის დღეს მისი სიძლიერე. საქართველოს კონტექსტში კიდევ ერთი ევროკავშირს უფრო აწყობს საქართველოს თუ საქართველოს ევროკავშირი ამ საკითხს, ამ ჭრილში თვითონ ქართულ ოცნებაში სვამენ, ამიტომ აი ვისარგებლებ შემთხვევით და ამ თვალსაზრისითაც დაგისვავთ კითხვას. წარმოუდგენელია უბრალოდ ეგ მტკიცებულება, იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენი ისტორიული არჩევანი არის ევროპული ცივილიზაცია და თუ ავიღებთ ჩვენ მთელ ისტორიას საუკუნეების განმავლობაში, ევროპიდან კი არ მოდიოდნენ და გვეხვეწებოდნენ შემოგვიერთით, არამედ პირიქით ხდებოდა, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდებოდა ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში პრაგმატულად მოკავშირეები და სამწუხაროდ იმ დროს ტექნოლოგია იმდენ განვითარებული არ იყო და ევროპა მაინც შორს იყო. დღეს ევროპა არის ძალიან ახლოს და ჩვენ გვჭირდება ეს ევროპა, იმიტომ რომ სხვა ცივილიზაციური მოკავშირე არ გვყავს არც ჩრდილოეთით, არც აღმოსავლეთით, არც სამხრეთით. რო შევხედოთ იქ რა ვითარება არის, ერთადერთი არის დასავლეთი, რომლის ჩვენ ნაწილი ვართ. იმიტომ რომ საქართველო არ არის ევროპაში სტუმარი, პირიქით, გარკვეულწილად ძირი და ფუძე არის ამ ცივილიზაციის, მაგრამ მეორე მხრივ ეხლა ევროპას რატო უნდა ვჭირდებოდეთ იმაზე მეტად, ვიდრე ჩვენ გვჭირდება ლოგისტიკური კავშირების გამო, ხო, სავარაუდოდ სხვა გარკვეული ესეთი რესურსი, მაგალითად როგორც ზოგიერთ ქვეყანას აქვს, ხო, ნავთობის, გაზის და ასეთ სახით არ გაგვაჩნია. ეს ლოგისტიკა ასე თუ ისე ნელ-ნელა გადადის სამხრეთით. თურქეთის, სომხეთი, აზერბაიჯანი, ტრიპის პროექტი, სხვა ინფრასტრუქტურის გახსნა. კი ბატონო, დღეს საქართველოს ჯერ კიდევ მთავარი ღერძი არის შუა დერეფანში, მაგრამ ასეთი ტემპები თუ გაგრძელდა, რამდენი მინისტერიალი ჩატარდა ევროკავშირში, სადაც საერთოდ არ იყო საქართველოს მოწვეული, მათ შორის ესე იგი აი ამ ლოგისტიკაზე და ტრანზიტზე და იყო ძირითადად სომხეთი, აზერბაიჯანი საქართველოს გარეშე. ეს ზუსტად იმას ადასტურებს, რომ ევროპისთვის საქართველოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კრიტიკული, რომ ამის გამო ივანიშვილის დიქტატურაზე იძულებული იყვნენ დათანხმდნენ, არ არის. კეთილი, შევაფასეთ ვაშინგტონის მიპატიჟება, გარკვეულწილად შევეხეთ ბრიუსელთან უკიდურესად გართულებულ ურთიერთობებს. ახლა კი აი მოდით საქართველოს შესახებ მოსკოვში გაკეთებული ახალი განცხადებაც შევაფასოთ. საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა, თანამედროვე საქართველოს თვალსაჩინო მაგალითია უპრეცედენტო ჩარევის ის სახელმწიფო საქმეებში, რომელიც სუვერენიტეტის ყველა ნიშანს ფლობს, ამბობს მარია ზახაროვა და კიდევ ერთი, რომელიც უშუალოდ
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას შეეხება საქართველოს პრემიერის სიტყვები ჩვენს დადასტურებას არ საჭიროებს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ უკვე დიდი ხანია აირჩია აგრესიის, აგრესიული რიტორიკისა და დესტრუქციული ქმედებების გზაო. ამასაც აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც მოკლედ ეუთოს კრიტიკაში ირაკლი ყობახიძის პოზიციას იზიარებს. აი გუშინ პოლიტიკოსების მხრიდანაც გახდა ეს განცხადება შეფასების საგანი, ითქვა რომ პირველად ყავს საქართველოს ისტორიაში ხელისუფლება, რომელსაც ღიად იწონებს და აქებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტი და მტერი რუსეთის ფედერაცია. მართლაც რა სახელი უნდა დაერქვას ამ მოცემულობას და რა შეფასება შეიძლება გაკეთდეს ფაქტზე, როცა ოკუპანტიც და მისი მსხვერპლი ქვეყნის ხელისუფლებაც შეიძლება ითქვას რომ ერთ ენაზე ლაპარაკობენ. რუსეთს ყავს საქართველოში დღეს ხელისუფლება, რომელიც სრულად ემსახურება მის ინტერესებს. მათ შორის საგარეო პოლიტიკურ ველზე ხელს უწყობს საქართველოს იზოლაციას და ერთადერთი არსებითი განსხვავება დამოუკიდებელ საქართველოსა და საბჭოთა საქართველოს შორის არის იმაში, რომ საქართველო დამოუკიდებელი არის სუბიექტი და აქვს კავშირები საერთაშორისო საზოგადოებასთან, თორემ მანამდე საბჭოთა კავშირში აქ ქართველი გვარის მქონე ადამიანები იყვნენ ნომინალურად ხელისუფლებაში. ზუსტად იგივე ხდება ახლა იზოლაცია ევროსაბჭოდან, იზოლაცია ევროკავშირისგან, იზოლაცია ეუთოსგან. რა რჩება საერთოდ რომელი სტრუქტურა, ანუ მთელი საერთაშორისო სამართლის დეკონსტრუქცია. მეორე მხრივ, როდესაც დამოუკიდებლობაზე საუბრობს მარია ზახაროვა საქართველოს და სუვერენიტეტზე, იქ უნდა გაგვახსენდეს, რომ მისი ეს ნაქები ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს ომით იმუქრება და 40 კილომეტრში მდგომი რუსული ტანკებით. და აქ ჩნდება კითხვა, როგორ შეიძლება ქვეყანა იყოს სუვერენული თუ მისი ხელისუფლება ოკუპანტით და მტრით ემუქრება საკუთარ მოქალაქეებს. საერთოდ რომელიმე ქვეყანაში ასეთი რამე არსებობს? ჩვენ თუ ავიღებთ არაერთ პატარა ქვეყანას, პირიქით, ძირითადი ლოგიკა არის, რომ მაგალითად ისრაელის სუვერენიტეტი, რომ უნდა საკმარისად გაძლიერდეს, რომ არ იყოს წნეხის ქვეშ. იმის ნაცვლად, რომ ქართული ოცნება ჯარს აძლიერებდეს, ჩვენ ხედავთ წარმოუდგენელ დასუსტებას ჯარის, რაც სუვერენიტეტის პირდაპირ წყაროა. რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას, რომელიც წარმოუდგენლად იზრდება, რაც ასევე სუვერენიტეტის ნაწილია. შესაბამისად, დღეს რომ ოცნება შეცვალო, ის სუვერენიტეტი მაინც მარტივად ვერ აღდგება, იმიტომ რომ ის რეალურ ნაბიჯებზე დგას. ამიტომაც ქართული ოცნება ალბათ პუჩისტების მერე ყველაზე ხელსაყრელი აღმოჩნდა რუსეთისთვის, ოღონდ კიდევ ერთხელ მარტო რიტორიკის დონეზე არა, საქმის დონეზე. ეს რომ მარტო რიტორიკა ყოფილიყო, აქ ვიტყოდი რომ ოცნება დიპლომატიურ მანევრს და ტრიუქს ატარებს, მაგრამ ამ დროს ეკონომიკის დივერსიფიცირებას უწყობს ხელს, ან ამ დროს აკეთებს ჯარის გაძლიერებას. შეფასებების ფონზე ამოვწუროთ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების შეფასება და ახლა მოდით უკრაინაშიც გადავიდეთ და ვისაუბროთ იმ სამთავრობო ცვლილებებზე, რომელიც ამ ქვეყანაში იბიხილეთ. უკრაინის უმაღლესმა რადამ მაყურებლებს რომ გავახსენოთ, გუშინ დაამტკიცა ახალი მთავრობა, ქვეყანას ყავს ახალი პრემიერ-მინისტრი. უკრაინის მთავრობაში განხორციელებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება კი არის ის, რომ პოსტიდან გათავისუფლდა თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი. აი გითხარით, როგორ ხსნით ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მიღებულ საკადრო გაწყვეტილებებს, რითი შეიძლება იყოს ნაკარნახევი ეს ცვლილებები და რაც ყველაზე საინტერესოა, რატომ შეიძლება შეეცვალა ფედოროვი, რომელსაც აქვს ინოვატორის, რეფორმატორის და ჟარგონზეც რომ ვთქვათ, კარგი ტიპის იმიჯი. უნდა ვთქვათ, რა თქმა უნდა, მიხაილ ფედოროვის საქმიანობის შედეგი არის მეტწილად ის წარმატება, რომელიც ბოლო 6 თვეში ზუსტად უკრაინას გააჩნია და დრონების და ტექნოლოგიის მიმართულებით და აქედან გამომდინარე მისი რეიტინგი, ასე ვთქვათ, ძალიან მაღალი იყო და არის და შესაბამისად ეს გადაწყვეტილება მართალია თავისი ასი შიდა პოლიტიკურია და ჩვენ არ ვიცით ბოლომდე კონიუნქტურა იქ რომელიც არსებობს, თუმცა აშკარა არის რომ აზიანებს ზელენსკის პირველად ომის დაწყებიდან პრინციპში აქციები მიმდინარეობს შიდა პოლიტიკურ თემაზე. აშკარა არის რომ დაპირისპირება და ის უკვე ითქვა იყო ფედოროვსა და სირსკის შორის, რომელიც გენერალური შტაბის მეთაურია. საუბარია იმაზე, რომ იქ სხვადასხვა მიდგომა აღმოჩნდა, მათ შორის ზოგიერთი უკრაინული ჟურნალისტი საუბრობს, რომ გარკვეულ კორუფციულ სქემებს ებრძოდა, რაც შეიძლება იქ არსებულ მონოლითს, რომელიც ჟარში არის და აწყობილ სისტემას ხელს არ უწყობდეს. ეს საკმაოდ შიდა საკითხი არის, რთულია ამის
ზუსტად კომენტირება. ჩანდა ღიად რომ უკრაინის შეერაღებული ძალების მთავარსარდალ სირსკისთან ჰქონდა ხო რაც კონფლიქტური ეს ნამდვილად სადასტურდა ყველა მხრიდან. რაც პრინციპში თვითონ ფედოროვმაც მიანიშნა უბრალოდ ამაზე, როცა ბუშინ თქვა რომ კარგი იქნება კი არა და სწორი იქნება თუ კი ზელენსკი მიიღებს მისი შეცვლის გაწყვეტილებას. აი რა შეიძლება იყოს ის მიზეზები, აი რა იწევდა თქვენი აზრით მათ შორის კონფლიქტს, რომელსაც როგორც ჩანს მეორე მხრივ ძალიან დაიღალა თვითონ უკრაინის პრეზიდენტი. სავარაუდოდ არის აი ეს ცვლილებები, იმიტომ რომ მნიშვნელოვნად შეცვალა მომარაგების სისტემა და კორუფციული სქემები დაშალა. ამას შეიძლება შედეგი ქონოდა სხვადასხვა ადამიანზეც. ომი საერთოდ საკმაოდ რთული პროცესია, სადაც კორუფცია სულაც არ არის გამორიცხული. იყო საუბარი იმაზე, რომ არჩევანი იდგა ფედოროვსა, ან მის გადადგომასა, ან სირსკის გადადგომას შორის და ზელენსკიმ აირჩია მისი გადადგომა. პრინციპში ბევრი ექსპერტი, ვინც უფრო კარგად იცნობს, ანუ უკრაინული ექსპერტი, ან გარედან ექსპერტი, ვინც კარგად იცნობს შიდა კონიუნქტურას, ამბობს, რომ ეს დიდი ალბათობით შეცდომა არის ზელენსკის მიერ. თუმცა ზელენსკი იქვე განაცხადა, რომ გუნდში რჩება და სხვა პოზიციას შესთავაზებენ. თუ ზელენსკი რაიმე სხვა პოზიციას შესთავაზებს და ეხლა ცდილობს სწორედ იმის ჩვენებას ახალი დანიშნით, რომ ესე იგი არ მოხდება აი ტექნოლოგიური გეზიდან გადახვევა, რომელიც უკვე არსებობს, მაშინ შეიძლება იყოს სტაბილურობა, მაგრამ მოდით პირდაპირ ვთქვათ, არც არის ის გამორიცხული ჩემი აზრით, რომ ფედერევის წონა საკმარისი იყოს იმისთვის, რომ გარკვეული პოლიტიკური აქტორიც გახდეს, თუ ამის საჭიროება იქნება. აი, ამ ჭრილში აუცილებლად უნდა ჩაგეკითხოთ, მართლაც რეიტინგული ფიგურაა, როგორც ანალიტიკოსები მიიჩნევენ და მის მათ შორის პოლიტიკურ წონაზე განსაკუთრებული ხაზგასმა ხდება. აი, რა საფუძველი შეიძლება ქონდეს მაშინ ეჭვებს იმის თაობაზე, რომ ზელენსკიმ, აი ფედოროვი მოხსნა იმის გამო, რომ არის სწორედ რეიტინგული პოლიტიკური ფიგურა და მასში ხედავს ძლიერ მოწინააღმდეგეს უკვე მომავალი არჩევნების კონტექსტში. აი, რამდენად სავარაუდოა, რომ ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი, აი ომის წარმოების ფონზე საარჩევნო პერიპეტიებზეც ფიქრობდეს და ახდენდეს, არ ვიცი, პოტენციური მეტოქეების ჩამოშორებას. აი, არჩევნების ჭრილში რამდენად უნდა დახურდავდეს, ასე ვთქვათ, თავდაცვის მინისტრის პოზიციიდან ფედოროვის გაშვება, რასაც აი თქვენც აღნიშნეთ, რომ აქციებიც კი მოყვა როგორც კიევში, ისე კიდევ რამდენიმე ქალაქში. გამორიცხული არ არის და შესაბამისად თუ ეს ასე არის, მაშინ ძალიან სამწუხაროა. იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ზელენსკის დასჭირდება, ესე იგი, არჩევნების ჩატარებაც და ხელისუფლება შეიცვლება უკრაინაში, იმიტომ რომ მთელი არსი არის ის, რომ უკრაინა არის დემოკრატია. შესაბამისად ფედერევი, რომელიც ნამდვილად რომელმაც დაადასტურა საქმით, რომ ნიჭიერი ადამიანიც არის პოლიტიკოსიც და სახელმწიფო მოხელეც, მისი ჩამოშორება ამ კრიტიკულ მომენტში რამდენად ხელს უწყობს ქვეყნის ინტერესებს, რამდენად მათ შორის დემოკრატიულ ვითარებას, თუ ეს მიზეზი მართლაც შიდა პოლიტიკური კონკურენცია არის, მაშინ ძალიან ნეგატიურად ვაფასებ ამას და უკრაინელი ხალხი თავად შეაფასებს ამას, იმიტომ რომ ამას დაინახავს. თუ ეს მიზეზი მართლა უკავშირდება იმას, რომ კორუფციას ებრძოდა და პირობითად გარკვეულმა ადამიანებმა ისურვეს მისგან გათავისუფლება, იმიტომ რომ ამ სისტემაში ახლა რთული პროცესებია და საკმაოდ ბევრი ფინანსური ნაკადი და ასე შემდეგ, ამასაც ექნება შედეგები, მაგრამ თუ საკითხი მართლაც უკავშირდება იმას, რომ მეორე ლოგიკაც არის, უნდა სამართლიანობისთვის თქვათ, რომ თუ თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის მეთაური ერთმანეთთან ვერ კომუნიცირებენ, მაშინ ერთ-ერთი შეცვლა აუცილებლად გჭირდება და შეიძლება ზელენსკის პირობითად სირსკის ჩანაცვლების სხვა კანდიდატურა ამ მომენტისთვის არ ქონდა გარკვეული სამხედრო მიზეზებიდან გამომდინარე პირობითად. მათ შორის ჩვენ არ ვიცით ეს ინფორმაცია სრულად და ამიტომაც გადაწყვიტა რომ ეს ნაკლები ზიანის მქონე არის. ეს საკმაოდ რთულია ამის თქმა, იმიტომ რომ ეს არის შიდა დეტალები. ადო გიორგი, რაც შეეხება იმას, რომ უკრაინაში პირველად თავდაცვის მინისტრი იქნება სამხედრო პირი, ხო? აი უკრაინას როგორც ითქვა, თავდაცვის მინისტრის ყოველთვის თავდაცვის მინისტრის მოვალეობას ამ ეტაპზე შეასრულებს გენერალ-მაიორი ევგენი ხმარა, რომელსაც სპეცსამსახურების ლეგენდას უწოდებენ. აი ვინ არის ევგენი ხმარა? მის შესახებ უფრო მეტი რომ გითხრათ, რა უნდა ვიცოდეთ და რატომ მაინდა-მაინც სამხედრო პირი თავდაცვის მინისტრად? აი ამან შეიძლება შეცვალოს რა? ზოგადად თავდაცვის მინისტრობისთვის აუცილებელი არ არის რომ იყო სამხედრო პირი და უნდა იყოს წარმატებული მენეჯერი.
მეორე მხრივ თავდაცვის პირიც მაგალითად ისრაელში ხშირად არის თავდაცვის მინისტრი, ასევე სამხედრო, რომელსაც ესმის გარკვეული მომარაგების ლოგიკა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც უკრაინას ჭირდება, იმიტომ თავდაცვის მინისტრის მთავარი დანიშნულება არის სწორედ მომარაგების სისტემის აწყობა, აი იმ ყველაფრის, მათ შორის დრონების, რაკეტების და ასე შემდეგ თავდაცვის შესაძლებლობების, რომ შეძლოს გაუკლავდეს. პრინციპში უნდა ვთქვათ, რომ ფედოროვის ეტაპი გარკვეულწილად წარმატების შესრულდა. ეს იყო Starlink-ის გათიშვა რუსებისთვის, აქაც ტექნოლოგია იყო საჭირო, ეს იყო დრონების წარმოების აწყობა. ახლა გარკვეულწილად დრონების წარმოების ეტაპიდან უფრო უნდა გადავიდეს საერო თავდაცვის კომპონენტების აწყობაზე, რაც ცოტა უფრო ტექნიკური არის და ცოტა უფრო უკავშირდება სწორედ თანამშრომლობას დასავლურ სისტემებთან, იმიტომ რომ საერო თავდაცვას დრონივით მარტივად ვერ ააწყობ, ამიტომ სრულიად სხვა ტექნოლოგია არის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ შეიძლება ამაგას ჰქონდეს თავისი დადებითი შედეგებიც მათ შორის. კეთილი, მადლობა ბატონ გიორგი სტუმრობისთვის, თქვენი შეფასებების გაზიარებისთვის.